ჩვენ გვყავს ხალხი, რომელსაც დააკისრეს პოლიტიკური მდგენელი, ანუ ადამიანები, რომლებსაც აქვთ მისია, რომ ისრონ პოლიტიკოსის ფუნქცია, იმიტომ რომ შენ როდესაც ხარ რეჟისორი და შენ სპექტაკლები უნდა დადგა და ჯერა სპექტაკლებს დგამენ ესენი ჯერ საკითხავია, მაგრამ შენ გაკისრია ფუნქცია, რომ სპექტაკლი დგა და იმავდროულად გაკისრია ფუნქცია არჩევნები მოითხოვო და პოლიტპატიმრები ოითომ და რა პოლიტპატიმრებია ჩვენ კარგად ვიცით დამნაშავეები ისინი გამოუშვა და გამოდიღარ ესეთი რიტორიკით რომელიც არის სრულიად მიუღებელი. ქართველებმა როგორ მოაღწიეთ აქამდე? შური რის ხარჯზე? შურის ხარჯზე. შურის? როგორ? მე რაღაცა მეგონი რომ ერთმანეთის ჯინაზე ცხოვრობენ და ამით. რატო ხდება ეგრე? არ ვიცი. არ ვიცი. ქართველებმა მოაღწიეს აქამდე თურმე შურით ერთმანეთის ჯინაზე შურით მოაღწიეთ აქამდე. ისე იგი ამას ამბობს კაცი, რომელსაც რაღაცა რო კითხო პატრიოტული გზნობები აქვს. ესე იგი ქართველები შურიანები და ბოღმიანები და ჯინაზე ცხოვრობ თურმე იმას კი არ იზამბო სარწმუნოება მოგვიყვანა აქამდე ჩვენმა პატრიოტიზმმა სამშობლოს სიყვარულმა და ამ კაცს აქვს განცდა რომ გავა რაიონებში და იქ ხალხი ტაშ დაუკრავს. ბატონო დოიაშვილო, შენ ტაშკი არ დაგიკრავს ხალხი. მე ყოველგვარ ძალადობას ვეწინააღმდეგები, მაგრამ კვერცხებს დაგიშენს. მე ამის განცდა მაქვს უკვე. იმიტომ რომ შენ რო ეხლა იქ გამოიყვან ფერად მსახიობებს გაუკუღმართებული ფორმებით, ამას არ გაიზიარებს არც წალენჯიხა, არც ლანჩხუთი, არც ტყიბული და არც ჭიათურა. ამას არ გაიზიარებს. შენ რო ამას ამბობ, რომ ქართველებიო შურით მოვიდნენ აქამდეო, როგორ შეიძლება ეს რომ ეს ყველაფერი მისაღები იყოს ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. ეს კაცი გვეუბნება, რომ მე მოუწყობ ხელისუფლება ჯოჯოხეთსო. და ისი არ მოხდეს, რომ ჯოჯოხეთში აღმოჩნდეს შენ ამ განცხადებების გამო და ჯოჯოხეთი არ მოგიწყოს შენ საქართველოს მოსახლეობამ. იცით რა არის? შეიძლება ვიღაცა მართლა არის უკმაყოფილო ამ ხელისუფლების მიმართ და ეს სავსებით ლოგიკურია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანმა შეიძლება გამოთქვას პრეტენზია, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ მე რო ხელისუფლების უკმაყოფილო ვარ, ავდგე და ამ გიჟებს, ამ გაუკუღმართებულ ადამიანებს, სამშობლოზე რაღაცა ცუდად განწყობილ ადამიანებს ავდგე მხარი დაუჭირო. ეს ეხლა შეიძლება ეს საერთოდ რა ადამიანად ჩავთვალოთ? ჯერ ამის დადგმული სპექტაკლი ვის უნახია მაინტერესებს. რა გაგიკეთებია, რობერტ სტურუას ფჩხილის ოდენათაც არ ღირხარ შენ. რობერტ სტურუასზე რამეთი რაღაცით აღმატებული გაგიკეთებია, რომ რაღაც პრეტენზიას აცხადებ რეჟისორობაზე. ვის გაუგია, ამისი ვის უნახია, ამისი დადგმულ სპექტაკლები და ხალხი გამორბის. ვერ უძლებს, იმიტომ რომ რაღაც სისულელეებს ადგამს. და ესე იგი აი ამან უნდა გამოიყვანოს თურმე ხალხი, გესმით თქვენ?